ცოტა უკან. Tak buyurun.
გამარჯობა, გამარჯობა. ელენა ჩავიდე, გამარჯობა. Fortuna çamur, fortuna jantını bir. Ne yapıyor? Tam xaridan qaday. Amadı şu basma, sen şu bas. რაღაც ნაწილმა ვითავეთ გაერთიანება და არსი და მნიშვნელობა რა არის ამის ვიმართავთ საზოგადოებას პირველ რიგში და მთავრობას რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკება რუსეთის ფედერაციასთან როგორც ეკონომიკური ასევე პოლიტიკური ამ საზოგადოებისა და ამ მნიშვნელობის მიმართვის კონტროლს განახორციელებს ის საზოგადოება, ვინც ჩაებულება და აი ხელმოწერებში, რომლებსაც უკვე უშუალოდ ვიწყებთ, აი იმაში ჩაებულება და გააკონტროლებს თვით საზოგადოება. მე ჩემ მეგობრებთან ერთად, თანამოაზრეებთან ერთად, აბსოლუტურად ვიერთები ამ ხელისმოწერებს და მიიღებ მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობას ამ ხელისმოწერაში. დიდი მადლობა, დაიხარეთ მოგესალმებით მეგობრებო, გამარჯვების დღეს გილოცავ. მოტყიდული განგახლავთ. გაგაბარვა ხაძე. მომინდა ერთი სიტყვა თქვა აგერ ბატონმა თემერმა თქვა რომ მართლაც რუსეთი ისეთი მეგობარი არის ჩემი, რომელიც მსგავსი ჯერ არ ყოლია ქართველებს და ასეთი ერთი კომპლეტი ლექსით მინდა რომ გითხრათ პოეტი კაციც ვარ ხან და ხარ როგორ მიგიდება. ცოდვათა მადლად გადაკეთება, ყველამ იცით რომ ძმებო ძნელია. თუმცა არ არის შეუძლებელი ღმერთი ცა მიწა მხსნელმშობელია სახარება და მის სიტყვა საქმე სანუგეშებლად
ეგზამენ ხსნელია, მას გაიხარეთ ჭეშმარიტებით, რუსეთი ჩვენი მეზობელია. არც ჰიტლერებთან დაშოშმინება გახლდათ ადვილი, თუნდაც გაგვემარჯვა ერთობის ძალით, გახლავთ ნამდვილი, კვლავ ერთობის აღდგენა გახლავთ ჩვენი წადილი, კაცრო ნამუსის კუდი ეხურა, ქალს კი მანდილი. ათასჯერ გითხრა, რომ შენ ხარ მონა, შენ ათასჯერ უთხარი არა. გულის კარნახით სიმართლის პოვნა, ჩვენ უკვე ვიცით სიბნელე კმარა. უფლისა ხატად ნაკარგ შექმნილებს, იშობა ფერხებს, ანრაობლებით, სიმართლე ბიყვას, ოკრიბის შვილებს, სიცოცხლეს ეტარგით თავისუფლებით. დილეცა ყველას გამარჯვების დღეს. დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის. პირველ რიგში მოგესალმებით, დღეს ფაშინზე გამარჯვების 80 იუბილეა. და დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ორიოდე სიტყვა გითხრათ. ხო, მივესალმები ნამდვილად ყველას, ვინც დღევანდელი დღე აღნიშნა აბსოლუტურად დიდმაც პატარამაც, მთელმა მსოფლიომ აღნიშნა გამარჯვების 80 წლის თავი. ეს იყო ფაშიზმის მაქსიმალური დამარცხება, თუმცა სტალინის სიტყვებს თუ ავიღებთ, ფაშიზმი როდესღაც მაინც გამოჩნდებაო. ჩვენ წასვლის შემდეგ მართლაც ასე გავიდა 80 წელი და უკვე არა 80, 70 წელი გავიდა და უკვე ფაშიზმი აღორძინდა მთელ ევროპაში. დღევანდელ დღეს ულოცა ყველას, ვინც გარდაიცვალა, მათ ოჯახებსო გმირები იყვნენ ნამდვილად, ვინც ცოცხლები არიან, იქაც ცოცხლეს უსურვებ და მე უსურვებდი საქართველოს და მთელ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, აი ერთიანი რო ვიყავით, უსურვებდი რომ ისევ ერთიანი ყოფილიყავით და ისევ ის გმირები, რომლებიც დაბადა იმ დროს საბჭოთა კავშირმა და საქართველომ, კიდევ დაებადოთ ასეთი გმირები. მივესალმები და პატივისცემით აღნიშნა ყველგან, სადაც ესეთი როგორ არის იცი, საუბრებში მონაწილეებისათვის გაკეთა ობელისკები. ზოგმა მიატოვა და მე ისევ დაიწყო აღორძინება, ეს 10 წელია და ვერ ვნახე რომ უკვე ისეთნაირად არის გამართული ადრე რომ იყო საბჭოთა კავშირის დროს. და კიდე მივესალმები და ჯანმრთელობას უსურვებ, ვინც დარჩა და 100 წელზე მეტი ეცოცხლოთ. მოგესალმებით ბატონო გავლეთ, დღეს ფაშინზე გამარჯვების ზუსტად 80 წელი შესრულდა და მოდი გითხარით ორიოდე სიტყვა დღევანდელ დღესთან დაკავშირებით. ასევე გამარჯვების დასაწყისად. მოკლედ, პირველ რიგში მე მიულოცავ იმ ომის ვეტერანებს, ვინებიც არიან დღეს სიცოცხლეები, უშუალოდ ჯანმრთელობას, ღვთისმსხალობას, მიულოცავ მთლიან საქართველოს დღევანდელ დღეს და უსურვებ ჩვენ ქვეყანას ისეთივე გამარჯვებას, როგორიც ჰქონდა 1945 წლის 9 მაისს. და მე მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი, რომ ომის ვეტერანს, კერძოდ ფაშისტთა გამარჯვების დაკავშირებით, ვინებიც არიან მონაწილეები ომის ვეტერანები, მათ განსაკუთრებით დაფასებები ძალიან ცოტაა დარჩენილი და უნდა დავაფასოთ ის ხალხი და პატივი უნდა ვცემოთ ამ ხალხს. იმიტომ რომ მათ და აგერ 80 წლის უკან ჩვენი ქვეყნის ჩვენი სამშობლოს გამო დაწირეს და ერთ რამეს დავამატებ კიდე ძალიან. გარდა იმისა, ჩვენ უნდა დავაფასოთ ის ხალხი, იმ ხალხის ხსოვნას, რომლებიც დაიღუპნენ ბრძოლის ველზე. 400,000 კაცზე მეტია დაღუპული სამამულო ომში და მათ ხსოვნასაც პატივი მივაგოთ. და ვცეთ მათ ხსოვნას პატივი. მოგესალმებით ბატონო ევგენი, დღეს გამარჯვების დღეა 9 მაისი და ორიოდე სიტყვა რომ ზანოთ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით. მთელ საქართველოს და მსოფლიოს მიულოცავ 9 მაისის დღეს 80 წლის იუბილე მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან. ესე იგი, რა ხდება მსოფლიოში დღეს? მე გახლავართ საერთაშორისო საზოგადოება მშვიდობის მედროშეს პრეზიდენტი ევგენი ღვინიაშვილი. ესე იგი, როგორი მომენტია, იცით? მსოფლიო დღეს არის ფაქტიურად გახლეჩის სტადიაში ორ პოლუსზე. აბსოლუტური სიკეთისკენ მავლები და ბოროტებისკენ მავლები. ესე იგი, იყოფიან უკვე დღეს. იმიტომ და გაყოფა ხდება მხოლოდ
ერთი ნიშნით. თუ რეიხსტაგზე მშვიდობის დროშას არ აღმართავს გერმანია, ეს იმას ნიშნავს, რომ გერმანიას და ევროკავშირს საერთოდ არ უნდა სიკეთე დედამიწაზე. იმიტომ რომ მშვიდობის დროშა თავისთავად არ მოდის. ეს არის სულიერი გამოვლინება ყველა ადამიანების შინაგანი სულიერი გამოვლინების კოდი და ამ კოდს თუ არაფრად არ აგდებს ევროპა, ესე იგი ევროპა არ არის მშვიდობის მოყარე. მშვიდობის მოყარე რომ იყოს ევროპა, უკრაინაში ომს გააჩერებდნენ აქამდე, დიდი ხანი გაჩერებული იქნებოდა, ვინაიდან არ აჩერებენ და თვითონ აქეზებენ ფაქტიურად, რომ ორმა მართლმადიდებულმა სახელმწიფოებმა და ხალხებმა ერთმანეთი დაჭამონ და ამას აკეთებს ევროკავშირი. რა თქმა უნდა, ამერიკამ ხელი შეუწყო, მაგრამ ეხლა მხარს არ უბავს მშვიდობისკენ, რომ გადადგას ნაბიჯი გერმანია განსაკუთრებით. ეს იმას ნიშნავს, გერმანია და ევროკავშირი დღესაც ფაშიზმის ფერხულში დგანან და ფაშიზმს აუცილებლად განადგურება